მოგესალმებით ჯერ სულ ყველას. უღრმესი მადლობა მომეცით იმის საშუალება, რომ მე თქვა მე ჩემი გულის ტკივილი და მივესალმო იმ ბიჭებს, იმ მაგარ ბიჭებს, იმ ძლიერ ბიჭებს, რაც მსოფლიო აალაპარაკა. ანუ ერთი სიტყვით დამიგოროვდა ის რომ ის ტკივილი ის ბიჭები, რომლებიც სამშობლოს გულისთვის, ქვეყნის გულისთვის არიან სიყვარულით არიან გამოკეტილები ციხეში მინდა უთხრა რომ გამძლეობა ბიჭებო თქვენ უმაგრესი მაგარი ბიჭები ხართ ყოველთვის მithქვია და გეტყვით თქვენ ამ პერიოდის გმირები ხართ ამ ეპოქის გმირები ხართ ყველა ეპოქას ყავს თავისი გმირი ამ ეპოქის გმირები ხართ თქვენ ის გულანთებული ბიჭები ხართ რომელიც სამშობლოს დაცვას შესწირეთ თქვენი თავისუფლება ბიჭებო ყველაფერი კარგად იქნება ისევ ვიტყვი სანთეს სარკმეველი გზას არ დაიკარგავს ყველაფერი კარგად იქნება ერთი ის მინდა ვთქვა ხელისუფლება შესდგება ხალხისგან ასე რომ ზედმეტები მოგდით ხელისუფლების წარმომადგენლებო ქართველი ქალის ღირსება ყოველთვის ასოცირებდა სიწმინდესთან და სიძლიერესთან ეს გათელეს და წალეკეს ქართველი კაცის ოდითგანვე ღირსება იყო სიტყვა პასუხი და თავისი ქმედება ეს გათელეს და წალეკეს იმხელა შეურაცხყოფა მიაყენეს ქალი ქალია და კაცი კაციაო იმიტომ არ გვინდა ევროპა რომ კაცები არ გათხოვდნენო თვითონ ვინც ეს სიტყვა თქვა თვითონ ეთყობა თვითონ ეშინია ამის ქართველი კაცი არასდროს არ გადადგამს ამ ნაბიჯს რადგან სხვა ტრადიციის ხალხი ვართ ჩვენ ვიცით რა არის ჩვენი ტრადიცია ჩვენ ვიცით ჩვენი სარწმუნოება იმიტომ რომ ჩვენი სისხლი სულ სხვა რაღაცას გვასწავლის თითოეული ქართველი რომ იბადება იმას თან დაასდევს თან მოყვება სამშობლოს დაცვა ამ ბიჭებმა როგორც შეძლეს ისე გამოხატეს თავიანთი ქვეყნის როგორ თქვა თავიანთი ქვეყნის დაცვა დასჭირდა ესე ქვეყანას დაცვა დაიცვეს ბიჭებო თქვენ სამარცხვინო კიდე გეტყვით არაფერი გაგიკეთებიათ სამარცხვინოს აკეთებენ დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ყიდიან გროშებზე გცხვევნოდეს ივანიშვილო განა რამდენი დედა უნდა გაამწარო შენი ვალები გროშების გულისთვის შენი ჯიბის გულისთვის ის რა ქვია კობახიძე მოსიარულო ლეშია განა იმიტომ ლაპარაკობ შორიდან რომ მე არ ვარ საქართველოში გეტყვი მე ქართველი ქალი ვარ ქართველი ქალები ყოველთვის იყვნენ გაბედულები და ყოველთვის იცავდნენ ქვეყანას როცა სჭირდებოდა ქართველი კაცი ომში რომ მიდიოდა ქალი რჩებოდა სახში ერთ ხელში აკვანი ეჭირა და მეორე ხელში ხანჯალი ეს იმას ნიშნავს რომ ქართველი ქალი ძლიერია ვერ მოერევი რუსეთის რეჟიმო ამას გეტყვი და ეს რუსეთის რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ მორჩება 4 ოქტომბერს დიდება თავისუფლებას დიდება ქართველი ხალხის გაერთიანებას თავისუფლება პოლიტპატიმრებს